სწორედ მაშინ მივხვდი ჩემო გოგონა, რომ მეორე სიცოცხლის აზრი ის კი არ არის, რომ პირველში გიღალატეს, არამედ ის, რომ თავად ღალატობ შენს პირველ სიცოცხლეს. შენ საიდან გაჩნდი აქ? ისევ გინდა უსიამოვნებები დამატეხო თავს? დაჩუმდი სერდარ. არ გინდა ჩემი შემოთავაზება მოისმინო? qalbi საბუთები მჭირდება. არც ფული მაქვს, არც ნაცნობები მყავს. იშოვე რაც მჭირდება და სანაცვლოდ ეიშანს დაგიბრუნებ. მაინც როგორ? ვინ გააკეთა ეს? სად არის? როგორ უნდა იპოვო? ყველაფერი ვიცი. კარგად ვიცნობ ეიშანს და ვიცი ახლა რა უნდა. მხოლოდ მე ვიცი რა აიზულებს ეიშანს ისევ შენთან გამოიქცეს სერდარ. მხოლოდ და მხოლოდ მე ვიცი. გასაგებია სერდარ? გისმენ. ჯერ შევთანხმდეთ. მიშოვი საბუთებს. ჯენგის. როდის იქცევი ადამიანად? საკმარისია ერთი დავიძახო და იმდენი ხალხი გაჩნდება აქ. ყველამ ნახა შენი ფოტოები გაზეთში. გაიგე? ჯერ სახელი. მერე საბუთები. კენან ბირგანი. კენანი. დიდარი ბიზნესმენი? ახლა დამეხმარები. ჩემ შვილთან რა კავშირი ჰქონდა? არ გინდა სერდარ, შენი შვილი არაფერ შუაშია. ეს საქმე რამისა და ეზელთანაა დაკავშირებული, ეს საკმარისია? სიტყვას აღარ დავძრავ, სანამ საბუთებს არ მივიღებ. შენს ხალხს დაუკავშირდი. ეიშან. რასაკეთებ? მე მზად ვარ შენი თხოვნა შევასრულო შვილო. მოდი სასაფლაოზე გელოდები. სერდარ, ეს რაკენი. წადი ჯენგის. ჩემი თვალით ვნახე როგორ ცდილობდი ეიშანის მოკლას. გონია ერთ-ორ სიტყვას მეტყვი და ყველაფერი დამავიწყდება? ნუ მომექცევი ესე. დამეხმარე. ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ, დამეხმარე. ახლა ეიშანი მოვა. როგორ გონია რა სიზამს? ვერ მოვახერხე რომ ახლოს არ მომეშვა შენთან ეზელ. შენი ბრალი არ არის დი? და ვეღარც შევძლებ ამას. კენანი თუ გჭირდება ის შენია შვილო. დიდი მადლობა. ხო, მაგრამ მანამდე თხოვნა მაქვს შენთან. ჩემი შვილი. რა უნდა გავაკეთო? აქ მას გასაქცევი არსად აქვს. ადგილი მოუძებნე, მაგრამ იქ თუ წავა ისინი უკან გახვევიან. აქედან ალბანეთში წავა გემით. მერე იქიდან გააგრძელებს გზას. მერე რა უნდა გავაკეთო? მასთან ერთად წადი. სხვა არავინ მყავს ეზელ. მასთან ერთად წადი. რომ იმ ნაზირალამ მისი თავიც არ წამართვას. სანამ მე აქ არ ვიქნები, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. სასტუმრო უკვე გადაიფორმე შენს სახელზე. სასტუმრო უკვე ჩვენია. მე რას ვაპირებთ? დავბრუნდები და კენანს მევხედავ? ო, კენანმა შეცდომა დაუშვა.
კარგად ვერ შეაფასა შენი შესაძლებლობები. შენ შურს იძიებ ბაჰარის გამო. ბაჰარის მკვლელს მოკლავ. მე მხოლოდ დაგეხმარები ამაში. შენ ყველაფერს თავად გააკეთებ. თანახმა ხარ, შვილო? ზია, შვილო, ციხეში შენ მკითხე, რატომ მეხმარებიო? მაშინ გიპასუხე. ოდესმე მეც გთხოვ მეთქი დახმარებას. დრო მოვიდა. შვილო, შენ ვალში ხარ ჩემთან. და აი, ახლა ვითხოვ იმ ვალის დაბრუნებას. გააკეთებ ამას? ო. შენ ხომ თქვი არ წამოვაო. როგორ დაითანხმე? შეუპირდი რომ როცა დაბრუნდება ქენანს დაუთმობ. მოატყუე. მოვატყუე. მაგრამ სანამ ამას მიხვდება, თამაშს ბოლომდე მივიყვან. მამა, გულახდილად მითხარი. აქედან რატომ მიშვებ? ჩემი დაცვა გინდა თუ? ეზელის. ორივესი, შვილო, ორივესი. ოღონდ იცოდა ეს არავინ არ უნდა გაიგოს. თორემ იფიქრებენ რომ კეთილი ხარ. ზია. ზია. ო ზია. ქენანთან მოვედი. თქვენი სახელი. ჩაწერილი გაქვთ ალი მარწუხი. ალი მარწუხი. ასეთი არავინ მყავს სიაში. სრული სახელი მოზებნეთ. გრძელი სახელია, მაგრამ გისმენთ? ალი მარწუხი აქ იმისთვის მოვიდა, რომ ყველანი დაგხოცოთ. ვინზის სულზე და სართულზე. არავინ. გადი, გადი. არ მომუტყუებია. შენ გაეცი ეს ბრძანება. შენ ხარ ქენანი. თუ სწორად მივხვდი, აქ იმისთვის მოხვედი, რომ ბაჰარის მკვლელი იპოვო. და რა სიზამროც იპოვი? მე გამატან. მე მოვუკლავ მას დედას, სოლს, მთელს ოჯახს დავხოცავ, ერთი მეორის მიყოლებით, გაიგე? გასაგებია? რა თქმა უნდა. ეს შენი უფლებაა. ოღონდ ერთი პრობლემა არსებობს. პირველად მაინც ვის მოკლავ? მე თუ ქენანს? თუ Kenan Bey'den mi?
ვის? ბატონო ჯენგის? ისმენ. მიიღე გადაწყვეტილება. ო. ჩვენთან ერთად ხარ? ო, თქვენთან ერთად ვარ. ბატონო ჯენგის, მინდა ახლა ვეკითხო, რომ მე რამე გაუგებრობა არ მოხდეს. ლაპარაკია ხალხზე, რომელმაც ბაჰარი მოკლა. ო, ვიცი. თუ საჭირო იქნება, შენც ასევე მოიქცევი? ო, დიდი მადლობა. ნახვამდის. თუ ჯენგის მოკლავ? თუ ბატონო ეზევ? გიყოფა ეს უკვე მეტის მეტია. ისმენ? ყველაფერი გაიგე? კი? ახლა ხედავ? კი. ჩვენს მხარეს ხარ? კი. ეზევ? შენ თვითონ გითხარი? ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენს სიტყვებს. თქვენთან ვარ. თქვენთან. ძალიან კარგი. ბატონ კენას ძალიან გაუხარდება. გელოდებით შენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. ნახვამდის. აი ასეა ბატონო ალი. აბარასიზემ. ძალიან მაინტერესებს, ვისგან დაიწყებ? თქვენ ხომ ყველამ ერთად მოკალით ბაჰარი. ჯობდა ერთმანეთი დაგიხოცათ. არასწორი სამიზნეა ერჩიეთ. შვიდობით ალი. შვიდობით ჯენგის. შვიდობით ეზელ. შვიდობით. ბაჰარ თეჟჯანი.
ეს საჩუქარია კენანისგან, მისი პირველი კარტის დასტა. ახლა ის შენია. Artık sizin. ყველა ლაპარაკობს მეორე შანსზე, მაგრამ არავის არ უნდა რომ ახსოვდეს თავად როგორ გაუღო კარი ბოროტებას. აზად. შვილო მოვედით. ჩვენ არ გადმოვალთ. იჩქარეთ. აზად. უკან ნომოიხედავ. პირდაპირ გემზიადი. მამა. სიტყვები არ არის საჭირო. და ამაზე ნურავისთან ილაპარაკებ. ნუ იტირებ. და ნუ იდარდებ. ნუ დაბრუნდები სანამ მე არ მოგცემ ამის უფლებას. კარგი შვილო. წადი. წარმატებებს გისურვებ. ეზელ. ის უკვე წავიდა. ამ წუთიდან შენ ხარ მასზე პასუხისმგებელი. სანამ არ წახვალთ, აქ მოვიცდი. შენ ზარს დაველოდები. აბა ბედნიერად. რამის. ეზელი. ნუ ღელავ. მე ეზელს უფრო მეტად ვენდობი ვიდრე ჩემს საკუთარ თავს. შენ ჩაგითრიეს? შენს გამოგიყენეს? ასეა? თავიდანვე. მე კი მეგონა რომ დავჭკვიანდი. მეგონა კლდესავით მაგარი გავხდი. მეც რომ იცოდე რა ჩავიდინე ეზელ. რა ჩავიდინე საკუთარი მიზნის მისაღწევად. მუდამ უმტკიცებდი საკუთარ თავს, მართალი ვარ მეთქი. მე კი მეგონა ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ მეთქი. ვამტკიცებდი ბოროტად მომექცნენ მეთქი, ვფიქრობდი ახლა მე თვითონ ბოროტებას ჩავდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ მეთქი. მე ვიპოვი გამოსავალს. ახალ მეგობრებს შევიძენ. ჩემთვის არ არსებობს კანონები. ისე მოვახერხებ, რომ ყველაფერს მაპატიებენ. მე მართალი ვარ. ვიტყუები, მაგრამ ეს არ ითვლება. ადამიანებს ვიყენებ, მაგრამ არც ეს ითვლება. ცუდად ვიქცევი და არც ეს ითვლება. თურმე ყველაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. ასეა პარტნიორო. არავის არ აქვს მეორე შანსი ჯენგის. არაფერი არ ეძლევა დავიწყებას.
არც არაფერი არ გვეპატიება. ასე არა. ერთხელ ღალატი. აღარ მინდა თამაშის გაგრძელება პარტნიორო. არც მე აღარ მინდა. არ მინდა ქენანის კაცი ვიყო. აღარ მინდა ბოროტების ჩადენა. არ მინდა ეიშანი მენატრებოდეს. არ მინდა ჩემ შვილს იმედები გაუცრო. არ მინდა. ოღონდ ესაა რომ ყველას ახსოვს. მე არ მინდა მახსოვდეს არც სიკეთე, არც ძველი მეგობრები, არც ბოროტება. არ მინდა მახსოვდეს ბაჰარი იმ მომენტში. არ მინდა მახსოვდეს რა დავკარგე. არ მინდა მახსოვდეს ისინი, ვინც მიყვარს. როგორ უნდა დაუსვათ წერტილი ამ ყველაფერს? როგორ უნდა უშველოთ თავს? უცებ. ბატონო რამეს, კენანმა შემოგითვალათ რომ თამაში დამთავრებულია. სად მიდიხარ? გამარჯობა. ისევ უნდა მოგკლა. გადაეცით ეიშანატაი მოვიდა თქო. თქვენთან ეიშანატაი მოვიდა ბატონო. კარგი. მოწდა მოგიწევთ. მიბრძანდით. გთხოვთ. არ არსებობს. ეს ტყუილია. თუ მართალია. ნახოთ ბედი გაგვიღიმებს თუ არა ჯენგის. ნახოთ ღმერთი გვაპატიებს თუ არა. ნახოთ ამჯერადაც თუ მოვახერხებთ თავის დაძვრენას. ნახოთ. პარტნიორო, შენ ჩემი საყვარელი მტერი ხარ.
დღეს პირველად ავიღე ხელში პისტოლეტი. ამ წუთში პირველად გამოვყარი თითი ჩახმახს. დღეს აქ წამოსვლამდე საკუთარი ხელით ჩავყარეთ ცეცხლში ყველაფერი, რაც გამაჩნდა. ყველაფერი, რაც მასწავლეს, სიცრუეა. ყველაფერი სიცრუეა. ამ წიგნებში მხოლოდ სიყალბეს წერენ, ზია. ეზევ. ღირსება, სიამაყე, სამართლიანობა. სად არის ეს ყველაფერი, ზია? სად? სად არის ჩვენს ცხოვრებაში ის, რაზეც ამ წიგნებში წერენ? ორმოცი წელი ელოდებოდა ქენანი ამ დღეს. მეც მეგობარო. მეც. წამოგზანდით. რა საგვირველია? მეგობარო. გახსოვს ის ისტორია? მავლანასა და შამსის გაცნობის ამბავი. ერთხელ მავლანასთან ერთი კაცი მივიდა. მავლანა თავისი ეპოქის ყველაზე განათლებული კაცი იყო. არ არსებობდა წიგნი წაკითხული რომ არ ჰქონოდა. მის ბიბლიოთეკაში ყველაფერი იყო. ის იყო სწავლული, რომელმაც სამყარო წიგნებიდან შეიცნო. იმ კაცმა უთხრა მავლანას, მინდა შენი მოწაფე გავხდე. მაჩვენე სამი საუკეთესო წიგნი შენს ბიბლიოთეკაშიო. მავლანამ ფრთხილად გადმოიღო სამი წიგნი. სამი სქელტანიანი წიგნი, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებდა. უცნობმა გადაათვალიერა. მერე კი უდიერად მოისროლა არხში. მავლანა გიჟივით დაედევნა წიგნებს. წიგნები იძირებოდა. მელნით ისვრებოდა. ყდები სველდებოდა. ის ძალიან განაწყენდა. მაგრამ უცნობმა უთხრა. შენ რასაც ეძებ, ამ წიგნებში ვერ იპოვიო. წიგნების კითხვით ვერ იპოვი შენს შეკითხვებზე პასუხსო. თვალით ვერ აინაზღაურებ იმას, რაც გაკლიაო. ის, რასაც შენ ესწრაფვი, სამყაროში უნდა ეძებო. იმის პოვნაში, რასაც შენ ეძებ, საკუთარი გული დაგეხმარებაო. ვერც წიგნები, ვერც გეგმები და ვერც გონების თამაში ვერანაირი ასოთა უსასრულო რიგი ვერ შეცვლის სიყვარულს. კითხვა ცოდნას გაძლევს, სიყვარული გაგებას. რაც არ უნდა თქვა, ისევ ჩემთან მოხვედი, შვილო. შეეცადე გულით დამინახო. მოღალატეს ხედავ. ბატონო ეზევ? დიახ. ყველაფერს მიხვდი? ხო. დანაშაული და სასჯელი. მოღალატეებო. რაც არ უნდა გააკეთოთ, კეთილ კაცს სიკეთეს ვერ დააკარგვინებთ. ვერ ასოდეს. Burası tamam dayı. აქეთ ზია.
წაგიყვანო? არა. არსებობს წესები, რომლებიც წმინდად დასაცავია. მეგობარს ნუ წამოაძახებ შეცდომებს. შეგეძლოს პატიება. უბრალოდ პატიება საკმარისი არ არის. მას თვალებში უნდა უყურო და ისე ელაპარაკო. ნუ რასოდეს მიატოვებ მეგობარს. არც მე მიტოვები ხარ. შენ თვითონ გამაგდე. შენზე არ ვლაპარაკობ, ტეფტიკ. საკუთარ თავზე ვამბობ. თუ მამაც ადამიანს შეხვდები, ნუ მიატოვებ. თუ საკუთარი წარსულის რწმენია, ნუ არ შეაცვლე. თუ არ უნდა რომ მეგობარი გაყიდოს, ნუ აიძულებ ამის გაკეთებას. თუ დარდობს ზედმეტად, ნუ გააღიზიანებ. თუ ნამდვილ მეგობარს შეხვდი, ისწავლე, როგორ უნდა გაუწიო მას ღირსეული მეგობრობა. თუ მეგობარმა დახმარების ხელი გამოგიწოდა, მიიღე მისგან ეს დახმარება. აი ახლა კი შენზე ვლაპარაკობ, ტეფტიკ. საჭესთან მევჯდები. დანარჩენი მე მომანდე. წავედით. მიდი. მეც მომიწევ შენი მეორედ მოკლა მეგობარო. შენ დაიჯერე რომ ბაჰარის მკვლელების მხარეს გადავიდოდი? შენი ხმა გავიგონე. გინდა სიმართლე გაიგო? არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ასულია ჩვენი საქმე. მართალი ხარ ალი? რა აზრი აქვს? გეტყვი. შენ უწიგნური ხარ. ნაძირავა და მკვლელი ხარ. არარაობა ხარ. არამზადა ხარ. მაგრამ ჩვენ შორის მხოლოდ შენი ყავი ბაჰარის ღირსი. არც ეიშანი იყო მისი ღირსი. და არც მე. მართლა? ხო, ძმაუალი. დიდი მადლობა. მე ვიპოვე ბაჰარის მკვლელს და სამაგიეროს გადავუხდი. შვიდობით. გეგმა გაქვს? რამეს მოვიფიქრებ. ისე ყველაფერს გააფუჭებ. ხო, ცოტათი. სულ ახლა ხან სერიოზული ელექტრომუხტი მივიღე. დროა დაძაბულობა მოვიხსნა.
არ გინდა. არასოდეს არ ჩერდები? არასდროს არ ყრიფ არხმალს. არასდროს არ იხევ უკან. ჩემზე რა სიტყვი, აბა მიდი მეც სამიყვანე, მაპატიე ყველაფერი ეზელდა მეც თან წამიყვანე. მეორე სიცოცხლე არ არსებობს ჟენგის. ცოდვებისგან განწმენდა არ არსებობს. არავინ არ მოგცემს მეორე შანსს. ამას ძალიან გვიან მივხვდი. გამოსავალი კი ის არის, რომ ერთ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი გასცე. აბა რა არის გამოსავალი? თუ მივხვდი მეც მითხარი. გამოსავალი ისაა, რომ ერთი და იგივე პასუხისა არ უნდა შეგეშინდეს. თუნდაც ზედიზედ 1000 ჯერ. საკუთარ გზას არ უნდა გადაუხვია. მაშინაც კი თუ ეს ძალიან ძნელი იქნება. გაუსაძლისი. ან თუნდაც აუტანლად მშვენიერი. რა გზაზე ლაპარაკობ? რა არ გახსოვს? არა. არ გახსოვს? ხიდის ქვეშ ვიყავით. როდის? შენ, მე, ეიშანი და ალი. რა? შენ არავის სჭირდებოდი. ალის არ უნდოდა რომ თავის გემში ჩაესვი. მე და ეიშანს წასვლა გვინდოდა, შენი მარტო დატოვება გვინდოდა. შენ პისტოლეტი ამოიღე. გახსოვს? შენ საიდან? ეიშანისთვის თავს გაწირავ? მე შენთვისაც გავწირავ თავს. გაწირავ? რატომ? დამტოვე. მე მიყვარხარ ჯენგის. არ ვიცი. მე გიყვარ ვარ? თუ ჩემი წუმპიდან ამოთრევა გიყვარს, მე წაგართმევ მაგ პისტოლეტს ჯენგის. შენი გადასაწყვეტია ომერ. შენ თვითონ მთხოვე ეს. შენ იქ იყავი? ვიყავი. ჩვენ ისევ იქ ვართ ჯენგის. პისტოლეტი ისევ შენ გიჭირავს. ისევ მე მიმიზნებ. არა. შენის პისტოლეტი გიჭირავს, რომლითაც ალემ მცველი მოკლა. მე ის ქურთო გიმაცვია, რომელიც იმ მცველის სისხლში ამოსვარეთ და გადააგდეთ. ეიშანი ისევ ყვირის. ჩვენ ყველანი ისევ იქ ვართ ჯენგის. არა. არა. არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ისევ იგივენი ვართ. შემომხედე. მე არსად არ წავსულ ვარ. არ არსებობს. არა. გამარჯობა მეგობარო. ომერ. არა. პიჯაკი გაიხადე. გაიხადე პიჯაკი.
უკვე აგიხსენი რა განსხვავებაა დამწყებებსა და ვეტერანებს შორის. გაიგე თუ არა? კენანს გადავცემ, რაც მითხარით. არაფრის გადაცემა არ არის საჭირო. ახალ ბედებს გონიათ ხოლმე, რომ ყველაფერს გონებით მოაგვარებენ. ვეტერანები ყველაფერში გულსა და სულს აქსოვენ. აიღე. აიღე. ახალ ბედების ნაცვლად ყველაფერს სხვები აკეთებენ. ჩემნაირ ვეტერანებს კი თავად შეუძლიათ ყველაფერი. თუ ხარ? მე მგონი შენი საყვარელი ქალი მოვკალე. ამას შენი ღრიალით მივხვდი. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი მსხვერპლე იყო. ჩვეულებრივ მახინჯი ბებრების დახოცვა მიწევს ხოლმე. ის გოგო კი ისეთი მშვენიერი იყო. დიდი სიამოვნებით მოვკალე. ძალიან ლამაზი იყო. ვისიამოვნე. ქალბატონო ეიშან, გელოდებიან. ზედა სართულზე აბრძანდით. აბა რა სიტყვი? შემიძლია რამაში გამოგადგე ბატონო კენან? ექვსი თვის შემდეგ პირველსა და მეორე სიცოცხლეს შორის უზარმაზარი უფსკრულია. არაფერი არ მთავრდება. ყველაფერი იცვლება. იმ დღემ კვლავ ყველაფერი შეცვალა. ახლა შენ შეცვლი ყველაფერს. Gene değiştireceksin her şeyi. დრო მოვიდა, მამა. წავედით სია. მომეხმარე. წავედით. კარგად იყავი შვილო. კარგად იყავი აზად.
უფროსო. ის ყოველთვის ერთსა და იმავე მომენტში უყურებს კარტებს. მერე თუ ვინმეს უყურებს, მხოლოდ სხვების დასაბნევად აკეთებს ამას. იყოფა შეებო. ეს არ არის საჭირო. გული მიგრძნობს, რომ დღეს გამიმართლებს. აბატიეთ, თუ შეიძლება ჭიქა მომაწოდეთ. მე მოგართმევთ. მოგესალმებით, ბატონებო. თუ მზად ხართ, დავიწყოთ თამაში. 34 სერია, შეუძლებელი. ახალი მოთამაშეები. ერთი მათგანი მებრძოლია. ის არავის არ უჯერებს. მისი გაბრაზება ადვილია. აქვს ცუდი ჩვევა. ისე ებრძვის, თითქოს პატიების მოპოვება სურდეს. ამიტომაცაა, რომ ის ყოველთვის ახერხებს ფეხზე წამოდგომას, როცა ეცემა. წუხვარ. როგორც ჩანს, ჩემს მიერ მოგლული გოგო ძალიან ძვირფასი იყო შენთვის. შენს რეალზე მივხვდი ამას. ის ჩემთვის განსაკუთრებულ მსხვერპლად იქცა. ჩვეულებრივ მახინჯ ბებრებს ვხოცავ ხოლმე. ის გოგო კი ძალიან ლამაზი იყო. ნამდვილად დიდი სიამოვნებით მოვკალი. ძალიან ვისიამოვნე. ძალიან. ერთ-ერთი მათგანი თაღლითია. მას ყველაფერი ერთად უნდა. მისი მოსყი თუ ადვილია, მაგრამ მას ცუდი ხასიათი აქვს. მუდმივად რაღაცას გაურბის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიქცეს. მოისყიდე და ერთ მშვენიერ დღეს შენს გაკეთდეს. არა. არა. არაფერი არ შეცვლება. ჩვენ იგივენი ვართ. ხედავ, მე არცად არ წავსულ ვარ. არ არსებობს. არა. გამარჯობა, ძველო მეგობარო. კიდევ ერთი ძია რამიზის აღზრდილი, მისი მოწაფეა. არავინ იცის ის ვინ არის. ომერ.
არა. ჩვენ ჩავუვლით მას და ძველ მეგობართან მივალთ. ეს ადვილია. ახალი მოთამაშეები. ახალი თამაში. თუმცა ნამდვილი მოწინააღმდეგე კვლავ ძველია. ძალიან ძველი. უკვე გაჩვენე განსხვავება დამწყებებსა და ვეტერანებს შორის. მიხვდი ამას? ბატონ კენანს გადავცემ ყველაფერს. არაფრის გადაცემა არ არის საჭირო. ახალ ბედებს გონიათ, რომ გონებით ყველაფერი მოგვარდება. ვეტერანები ყველაფერს გულით აკეთებენ. გულით. გაიგე. აიღე. აიღე. დამწყებენი ყველაფერს სხვებს ავალებენ. ჩემნაირ ვეტერანებს კი თვითონ შეუძლიათ ყველაფერი. არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა. როგორც არ უნდა დავგეგმო ყველაფერი, დასაწყისს ვერ დაუბრუნდებით. ვერაფრით შევცვლი იმ დღეს, როცა ის პირველად გამოჩნდა. რამის კარაისკი? ძია. იმ დღეს მან პირველი ნაბიჯი გადმოდგა და ასეთად მაქცია. მე არ შემიძლია მისი მოკვლა. ეს შეუძლებელია. Ne dersiniz? რა სიტყვი? İşinize yarar mıyım? რამაში ხომ არ გამოგადგები ბატონო კენან? არ ვიცი. მე შეუძლებელზე ვოცნებობ. შეგიძლია ჩემთვის შეუძლებელი გააკეთო. Olur mu? როგორ? Ama belki ben თუმცა მე შემიძლია წარმატება მოგიტან. artık siz başarırsınız. არა. Olmaz lan. არ არსებობს. Olur mu? როგორ? მაინც. Hadi be. მაინც. Ne oluyor be? რა ხდება? ცალკე მინდოდა შენთან დალაპარაკება. გახსენება. Manyak mısın ya? გაგიჟდი? Saçmalama. ნუ სულელობ თავი დამანებე. Tamam. კარგი. როგორ უნდა გავაკეთო ეს ჯენგის? ჩვენ ხომ ძმობილები ვართ. Yeter oğlum. გეყოფა მეთქი. Neredesin lan? სად ხარ? Gitti mi? წახვედი? სად უნდა წავსულიყავი? როგორ ფიქრობ ომერი სად უნდა წასულიყო მეგობარო? სად? გეყოფა. გეყოფა. კითხე. მიდი მკითხე ის, რაც არავინ არ იცის. ერთხელ მე და ომერმა ვიჩხუბეთ. მან დამარტყა. რატომ? მე არასოდეს არ დამირტყამ შენთვის ჯენგის. არც ერთხელ არ ამიწევია შენზე ხელი. კითხე. კითხე პირველად როგორ წავედით კინოში. მე რა ვიცი, არაფერი აღარ მახსოვს. მე კი მახსოვს. ფილმი ყბები გადიოდა. ღია კინოთეატრი იყო. შენ შეგეშინდა თვალებ დახუჭული იჯექი და მეკითხებოდი რა ხდებაო. ეგ ომერმა გიამბო. საიდან იცნობ? საიდან? კითხე. კითხე ის, რასაც ომერი არავის ეთყოდა.
კარგი. ცხოვრებაში თავის ყველაზე საშინელ საქციელად რას მიიჩნევდა ომერი? ეს არავისთვის არ უთქვამს. ასეთი რა ჩაიდინა ომერმა. სკოლაში სელიმს ლამაზი ძვირფასი საათი ჰქონდა. ეს შენ გითხარი. მეორე დღეს კი ის საათი მომიტანე. და მითხარი, აი ძმაო, ეს შენიაო. და შენ რა გააკეთე? რა გააკეთა ომერმა? დაიტოვა. ოღონდ საათს არავის არ აჩვენებდა. მე მოვიპარე ის საათი. მე რა მოვიდა იმ საათს? ბერგს მივეცით. კომიქსები ჰქონდა მისტერ ნო მთელი სერია. საათი იმაში გავუცვალეთ. და ერთად ვკითხულობდით. მოიცარეებს ვლაპარაკობ. კითხე როგორ მოგქონდა ჩემთვის გარაჟში ბუტერბროდები. კითხე შენი კარადის შესახებ, რომელიც ჩემს ოთახში იდგა. ეს ყველაფერი საიდან იცი? კითხე როგორ ვიზრდებოდით. კითხე როგორ გავრბოდით დაძახებისთანავე ერთმანეთის დასახმარებლად. კითხე როგორ გავხდით ძმად ნაფიცები. ერთხელ ჩვენთან სახლში ვაზიდან ფული მოიპარე. კითხე მამა ჩემი როგორ გიყვიროდა და როგორ გაგდებდა სახლიდან. შენ არ ხარ შეუძლებელია. კითხე რა გავაკეთე მე, კითხე. მე და მიცავი და მამა შენს უთხარი. ის არც არ წავა. ეს მისი ოჯახიც არისო. უთხარი რომ მე თქვენს ოჯახში მთავარი ხულიგანი ვიყავი. ასე უთხარი. ის ჩემი ძმა. ის თუ წავა. მეც წავალ მეთქი. ეს შენ ხარ. შენ ხარ მეგობარო. არ არსებობს. ცოცხალი ხარ. დაბრუნდი. კითხე მეგობარო. რატომ ჯენგიზ? ეიშანის გამო? მხოლოდ მის გამო? ეს ხომ მე ვიყავი, მე. შენ მე მომკალე ჯენგიზ. ყველაფერს გინაწილებდი. ყველასგან გიცავდი. ეს ხომ მე ვიყავი. რატომ გამწირე? იმიტომ რომ ეს შენ იყავი. შემეკშურდა? იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყავი და ისევ მეგობრად რჩებოდი, რა შარშიც არ უნდა გავხვეულიყავი. საკუთარ ოჯახში მიმიღე. ყველაფერი გამინაწილე. სურგი არ შემაქციე, არ გამაგდე. ეს შენ იყავი. აი ასე უბრალოდ. თითქოს უფრო მარტივი არც არაფერი არსებობდა, იმიტომ რომ შენ კეთილი ადამიანი ხარ. შენ მაიძულე მიმხვდარიყავი, მე როგორი ვიყავი. ყოველ წუთს, ყოველ წამს მაჩვენებდი, როგორ ვერ გავხდებოდი შენაირი. შენ მაჩვენებდი, რომ მე ვერ შევძლებდი შენაირი ვყოფილიყავი. შენ რომ გიყურებდი, ომერ ხვდებოდი რა ნაძირალა ვიყავი. აი სწორედ ამიტომ მეგობარო, სწორედ ამიტომ. რომ იცოდე როგორ ვერ გიტან. სწორედ ამიტომ.
რატომ არ მიდიხარ? რატომ ვერ გიშორებ თავიდან? რატომ ვერ გიშორებ თავიდან? რატომ არ ყვდები? რატომ არ მიდიხარ? ეს როგორ მოხდა? რა გამომრჩა? შენ მარტომ როგორ? მარტო არ ვიყავი. აბა მიდი, იბრძოლე. დამჭერი, თავს დამესხი. განა გამისთვის არ მოხვედი? დამესხი თავს. მიდი. მე ისეთი გამოცდილი არ ვარ როგორც თქვენ. თავს რომ დაგესხეთ მომკლავთ. შენს უფროს რას ეთქვი? ვეთყვი რომ მახეში შემომიტყვეთ. როგორ განა ეს მახეა? აიღე. გამომართვე. მიდი. დამესხი თავს. მიდი. მიდი დამარტყი. მოდი. შვილო. ის თავს მესხმის. არა. რატომ? ის თვალს გარიდებწია, თვალებში ვერ გიყურებთ. რატომ? არ ჯერა იმის რომ თქვენს მოკვლას შეძლებს. ის ახალგაზრდაა და შეიარაღებულია. მე ხელში არაფერი მიჭირავს. რატომ არ ჯერა? თილი პირველი. აი ბრძოლის პირველი წესი. თავარი არა დანა ხელში, არამედ დანის პირისპირ დგომის უნარი. დროის შესახებ ყველაფერი იცის არა იმან, ვისაც დანა უჭირავს ხელში, არამედ იმან, ვინც გულით ხედავს იმას, ვისაც დანა უჭირავს. მე მტერს არაფერს ვეკითხები ერთი რამის გარდა. მოვიდა თუ არა დრო? მოვიდა დრო? ვეტერანი რით განსხვავდება დამწყებისგან? რით? თუკი ბევრი ბრძოლა გაქვს გადატანილი, თუკი გამოცდილი გაქვს თუ რა არის სიყვარული, თუკი კარგად ცხოვრობდი და ბევრს ნანობდი, იცი როდის მოვა დრო. ახლა რას ეთყვი შენს უფროს? კაია? სახლში წამოიყვანე. სახლში წამოიყვანე, კაია. დღეს ყველა წეს დავარღვევთ. მოდი ჩემთან რაღაცას გაჩვენებ. მოდი. ხედავ სადგურზე საათი რა დროს უჩვენებს. ორ საათს. 2 საათი. გასვლა ანატოლიიდან 1971 წლის 8 სექტემბერი. ეს თარიღი რაღაცით მნიშვნელოვანია თქვენთვის? მერე როგორ? შენ არ გდომებია ნებისმიერ საფასურად შეგეცვალა შენი ცხოვრების რომელიღაც მომენტი? მდომებია. არ გიბრძოლია იმ მომენტის უკან დასაბრუნებლად? ჯერ ისევ ვიბრძვი, ამიტომაც მოვედი აქ.
ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ. ახლა კი მე შევსვლი იმ მომენტს. ბოლოს და ბოლოს. წარმატება მისურვე. გეთილი იყო შენი მობრძანება ძმაო რამის. 30 წელი გელოდებოდი. შეგიძლია ბოლოს სიტყვა თქვა. თვალებში შემომხედე. მკითხე, დრო მოვიდათ ხო? კითხე. ეს ის არ არის კაია. სხვა კაცი მომიყვანა. არ არსებობს. მწუთიდან ტყვია მაქვს. ტყვია, რომელიც შენთვისაა განკუთვნილი. შენ გაიქცევი და მე დაგედევნები. ნებისმიერ დღეს მელოდე. ვერც კი მიხვდები საიდან გავჩნდები. ამიერიდან შენ მსხვერპლი ხარ. წაიყვანე. ეს შენი მკვლელი. თემუს. ეს კი ისაა. რაც მისგან დარჩა. მან საჩვენებელი თითი მომაჭრა. ესეც შენი გამყიდველი. შენ ძალა გამოიყენე და წააგე. ძალადობა გამოიყენე და წააგე. ღალატი გამოიყენე და წააგე. ეზელ ბაირაქტარ. რამის კარგად გაუწვრთნი ხარ. ისე თვითონ სად არის? დღეიდან მე ვიდგები შენსა და ძიას შორის. ეს საინტერესო არ არის. ძიასგან ბოლო მესიჯი მოგიტანე. რა მესიჯი? ალი, ეს ომერია. ეზელი ომერია. საიდან იცი? თვითონ გითხრა? ახლა რა მოხდება ძმაოვალი? ომერი ცოცხალია, ახლა რა გვეშველება? ბაჰარის ამბავთან. რამე კავშირი გაქვს? სიმართლე თქვი ჯენგის, რამე კავშირი გაქვს? არა, გეფიცები. გეფიცები, მე არაფერ შუაში ვარ, ალი. ეს ხომ შეუძლებელია.
განა ასეთი რაღაც შეიძლება, ალი. ლაპარაკია ბაჰარზე. 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 მან მაიძულა ამისთვის მეყურებინა. მაიძულა მეყურებინა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მინდოდა თქვენს გვერდით ყოფილიყავი, გეხვეწები და მიჯერე. ახლა ერთად ხართ? შენ ისევ ომერთან ხარ? გაპატია? ეიშანსაც აპატიებს, აინახავ. ხოლოდ მე დავრჩები მარტო. ალი. ალი, მეგობარო. მე რა მეშველება, ალი. იმ სასჯელს მიიღებ, რაც დაიმსახურე. რატომ უნდა დავთანხმდე? იმიტომ რომ მე ვარ აქ. გეგონა დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა. ამიტომაც დაარღვია მთავარი წესი. შეუძლებელი იყო შენი რამეზე დათანხმება. ვერავინ ვერ ახერხებდა შენამდე მოღწევას. მაგრამ დღეს შენ საკუთარი სახლის კარი გააღე. ამ წუთიდან უსაფრთხოდ აღარ ხარ ბატონო კენან. ჭკვიანურია. როცა საკუთარ გამარჯვებას ირწმუნებს, სწორედ მაშინ ხარ ყველაზე ადვილად დასამარცხებელი. ესეც გასწავლა რამიზმა? არა. ამას მე თვითონ მივხვდი. პოლიციაში დავრეკე. უკვე მოდიან. მე მართალი ვარ ეზავ. სიმართლე ჩემს მხარესაა და არა მის მხარეს. შენ არ გჯერა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დაიჯერებ. მე მართალი ვარ. ვიცი. სწორედ ესაა ბოლო შეგონება. ვის ვაყენებთ ტკივილს შურის ძიების გამო? რას ვაკეთებთ? ვინ ხვდებით? სად აღმოჩნდებით? აქ. ჩვენ? ჩვენ. მე არაფერი არ გამიკეთებია. იმიტომ რომ შემთხოვე ომერ. ხოლო შენი თხოვნის გამო არ გავაკეთე. ოღონდ მითხარი. ეს კაცია ბაჰარის მკვლელი. ალი. ისმენს მო. ომერი აღარ დამიზახო. თქვენთან კიდევ დამრჩა ანგარიში გასასწორებელი. დრო გავასწოროთ. ეიშანი. იმის დროც მოვა. რა გაეწყობა? ზოგჯერ სანახავად მოდით ხოლმე. ალი, ბლინები მომიტანე ხოლმე. შენ კიდევ კარტი. როგორც ძველ დროში იქნებ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. შეიძლება? ეს შესაძლებელია? შესაძლებელია? რა ხდება? ამ კაცმა მოკლა კამილი. მან მოკლა ბაჰარ თეჟჯანი. მან მოკლა რეჯეფა მეცახელად კანდირალი. მან მეამბო როგორ მოუწყო ყველაფერი ჯენგიზა და ეს. მერე ციხიდან გაიქცა რომ მოეკლა. ომერ. მე თავისუფალი ვარ ომერ. შენ ჩაბარდები. მერე სასამართლო იქნება და გაგათავისუფლებენ.
რატომ გააკეთა ეს? მე არ შემიძლია დავიწყება. არ შემიძლია სიყვარული. არ შემიძლია უკან დახევა. არ შემიძლია წაგება. არ შემიძლია. გამოვიდა? წამოდი, წამომყევი. რაღაცას გაჩვენე. წამოდი. ყვავილები გიყვარს? მე ძალიან. აქ რატომ ვართ? ეს მე დავრგე შარშან. ავად გახდა. ფოთლები დასვივდა. ახლა შეხედე, ახალი ვითაა. აი ამას შეხედე. აი ეს 2 დღის წინ დავრგე. შენი დის სიკვდილის დღეს. აი ეს ყველაზე ლამაზი იქნება ჩემს ბაღში. შენი დასავით. ლამაზია. საკმაოდ ლამაზი. ვინ ხართ? რა გინდათ? ჯერ შენ მითხარი. შენ რა გინდა? მე ჩემი დის მკვლელი მჭირდება. მე რა ვინ მოკლა? არ ვიცი. მაგრამ ვიცი რამის კარაისკის ამბავი. და მის კაცს. ეზელსაც ვიცნობ. ვიცი რომ მათ ყველაფერი წამართვეს. ჩემს შესახებ რა იცი? თქვენ მათი მტერი ხართ, ჩემს ქმარს ეხმარებოდით. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. ყოველი შემძლე ადამიანები არ არსებობენ ეიშან. თანაც მე ძალადობის თაყვანისმცემელი არა ვარ. ვერ ხედავ, მატარებლები, ყვავილები, ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. არ დამეხმარებით? სადე? ყვავილი დავრგე თქვენი დის ხსოვნისთვის. კარგად მოუვლი. ვინ ხართ? რა საქმე გაქვთ ჩემს დასთან? ყვავილი? ბახარი არ არის. ეს ყველაფერი სისულელია, დროს უკან ვერ დააბრუნებ. მე შურის ძიება მინდა, შურის ძიება. მაპატიეთ. მისამართი შემეშალა. ამას არ ველოდი. წარმატებას გისურვებთ მებაღეობაში. მიხედა ეიშან. რას ხედავ ირგვლივ? ყვავილებს, ბევრ იდიოტურ ყვავილს. აი ეს ბახარის ხსოვნას ეძღვნება. ვინ იყო ბახარი? ის უყვარდათ. ის უმიზეზოდ მოკვდა. ასე არ არის? მიხედე. ხედავ რამდენი ყვავილია. თავიდან ჩვენი ახლობლები ჩვენ გვერდით არიან. მე როცა შურის ძიებას ვიწყებთ, მათ ვკარგავთ ერთმანეთის მიყოლებით. ოდესღაც საკაურობა სარიელი იყო. მე ყვავილების დარგვა დავიწყე. ერთი მეორეს მიყოლებით. თითოეული ყვავილი იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც დავკარგე. ახლა ისინი ჩემ გვერდით არიან. ლამაზია რა. ეს ჩემი ბრძოლის ველია ეიშან. ჩემი სასაფლაოა. მომიყევი ეზელის შესახებ. მან გვაპატია. მართლა უმერია ხომ იცი შურიძია, მაგრამ მაინც გვაპატია. პატიებას ნომთხოვთ. მე თვითონაც კი არ მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა. შურიძიება შეუძლებლად მეჩვენებოდა.
მაგრამ ემასწავლეს მიუღწევლის მიღწევა. შენ სამუშაო დაკარგე. რა უშავს? მეგობრები დაკარგე. იღალატეს, დაგამცირეს. მართალი ხარ. დაკარგი ძალაუფლება და რეპუტაცია. გეუბნებოდი, დაუძულურდები მეთქი. შენი აღარ შეეშინდებათ მეთქი. არა უშავს ომერ. ეზელ. ფეხებზე მკიდია. თავარი რომ შენ ცოცხალი ხარ. ღმერთისთვის რომ არ კმარაეს, შენ დაკარგე სიყვარული. ბაჰარი დაკარგე. და შენ? რას არაკეთებდი ფულის გამო? შენი ფული ახლა ჩემია. უახლოეს მეგობრად მაღიარე. ჯერ ფული წაგართვი, მერე სახლი, მანქანები, სასტუმრო, მერე ცოლი. ეიშანიც წაგართვი, ჯენგის. ეს ყველაზე ადვილი იყო. მას არ უყვარხარ. შვილის გამო გამოყვა ცოლად. ჩემი შვილის გამო. მხოლოდ ჩემ გამო გიტანდა. მე ზუსტად ისევე მოგეკეცით, როგორც თქვენ მომეკეცით. მე ნუ მთხოვთ პატიებას, ამათ თხოვეთ. თქვენ მათ შვილი წაართვით. ცხოვრება დაუნგრიეთ. ახლა მიდით და პატიებას თხოვეთ. მიდით. ომერ, მე გაიწიელი. და მე არ მახსენო. მიდით. მიდით. ჩვენ მოვედით რომ გთხოვოთ. რა გინდათ? როგორ უნდა ვთქვა? რწყვენია? ამიტომაც მოხვედით არა? მერტ. ჩვენ დავისაჯეთ. უფროსწორად მე დავისაჯე. მხოლოდ ღმერთმა იცის რა გადავიტანე. კარგი. ესე იგი ბარი-ბარში ვართ. თქვენც მიხვდით ჩვენ რა გადავიტანეთ. არა. რა მეთქვი ჯენგის? რატომ იყურები ასე? რა იყო ზმაუარი? სათქმელი არაფერი გაქვს? არაფერს არ იტყვით? ასე ისხდებით ჩუმად? ასე? შველა. დედა, ნეტავ ხედავდი ამათ. რატომ მოხვედით? პატიების სათხოვნელად. მე გთხოვეთ. ზეამუნთას ჩვენ. თვალებში მიყურე. ზეამუნთას ჩვენ. 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 რას გაჩუმებულ ხარ ჯენგის? რა უნდა ვთქვა? მაინც არ დამიჯერებენ. ამ სახლში მე არავინ არ დამიჯერებს. დამიჯერებთ? რა შეიცვლება იმით მუხლებზე თუ დავდგები? თუ ვიტყვი ვნანობ მეთქი, რა შეიცვლება ალი? გონია დაიჯერებენ? ჯენგის. დაიჯერებთ ამას ზეამუნთას? მე მიყვარდა თქვენი შვილი. მიყვარდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. დაიჯერეთ? დეიდა მელიჰა. თქვენ ჩემთვის დედაზე ახლობელი იყავით. მე ერთ ძმაო შენს თვალებში ომერს ვხედავ. შენს თვალებში ომერს ვხედავ მერტ. მოკლავ. მერტ. ჯენგის გაგიჟდი? მერტ.
გეყოფა. დიდი მადლობა ჯენგის. ალი. დიდი მადლობა. ოჩაღ რომ მოხვედით. როგორ ბედავთ. თვალებში როგორ უყურებთ ჩემს პატიო სანქმარს. როგორ ბედავთ სინანულის გამოხატვას. პატიების თხოვნას. ვინ ხართ ჩემი შვილი რომ გიყვარდეთ? ოჩაღ ამდენი წლის შემდეგ რომ მოხვედით და ნამდვილი სახე გამოაჩინეთ. გველებო. ეიდა მელიხამე. მოკეთე. გმარა. გაეთრიეთ ჩემი სახლიდან. ციხიდან რომ გამოვედი, პირველი რაც გავაკეთე პისტოლეტი ვიყიდე. მინდოდა ორივე მომეკალით. მერე რატომ არ დავხოცე? ვერ შევძელი. თქვენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები იყავით. ამის დავიწყება ვერ შევძელი. თქვენ როგორ დაივიწყეთ ეს? როგორ? როგორ დაივიწყეთ? ომერ, ნუ მეძახი ომერს. სად არის ომერი? სად ხედავ ომერს? სად არის? თქვენის ეზელად აქციეთ და ეს ყველაზე დიდი ბოროტებაა. ჩვენ არ გადაგვიქცევი ხარ. შენ გაჩვენდი. როცა ბახარი მოკვდა ალი. მეგობარო. იმ დღეს მეხვდა. შენ თვითონ მითხარი ეს ალი. ჩემში აღარ დარჩა ომერი. შენ მართალი იყავი. ვისთვის უნდა ვიზიო შური? შურის ძიება სერტილი დაესვა. თავს დაგვანებებ? დაგანებებთ ჯენგის. თქვენ თავისუფლები ხართ. რას გეუბნებოდი? თავისუფლები ხართ ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ხვდებით რას გულისხმობ? აქამდე თქვენ არ ცხოვრობდით. ეს თქვენი რაიონი აღარ არის. თქვენი კაზინოები აღარ არის. საყვარელი რესტორნები, ნაცნობი ქუჩები, ყველაფერი დაკარგეთ. ეს ყველაფერი აღარ არსებობს. თეფო. ის შენი მეგობარი გახდა, ასე არ არის ალი? თეფო აღარ არსებობს. თქვენი უწინდელი ცხოვრებიდან არაფერი აღარ დარჩა. აი რას ნიშნავს თქვენი თავისუფლება? შევთანხმდით? ესე იგი, თვალისწილ. შევთანხმდით. მოიცადე, რაზე შევთანხმდით? ეს ის არის, რასაც მე ვფიქრობ. შენ რა გქონდა? ოჯახი ყავდა? აღარ ყავს. ეიშანი ყავდა? მას ვეღარ ნახავ. შვილი ყავდა? აღარ ყავს. ასე არ შეიძლება. ჯანს ვერასოდეს ვეღარ ნახავ. ვერასოდეს. არა ეზა, შენ ამას ვერ გაიგებ. ოღონ ჯანს დაანებე თავი. ასე არ შეიძლება. ეს უსამართლობაა. უსამართლობა? მე შვილი მყავს. ციხეში ვიჯექი და არ ვიცოდი რომ შვილი მყავდა. უსამართლობა არა? თანაც როგორი რომ იცოდე. მომისმინე რა უნდა გითხრათ. მართალი ხარ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ გეხვეწები შენ ხომ ჩემნაირი არ ხარ. ჯანი ჩემი შვილია. მე ვზრდიდი. ის ჩემია. ჩემი ჯანია. ჯენგის. მომისმინე გეხვეწები. ბავშვი იფიქრე. რა მოვა? მასე იფიქრე. გაუჭირდება. მაგრამ გაუმკლავდება ყველაფერს. მე შევიცვლები. ჯანს დავიმსახურებ. სხვა ადამიანი გავხდები ეზა. შევიცვლები. ოღონ დამას ნუ იზამ ეზა. ნუ იზამ. მეც დავიმსახურებ ჯანს. ჯერ ისეთი გავხდები, როგორიც მამა უნდა იყოს.
და ერთ მშვენიერ დღეს გულში ჩავიკრავ ჯანს. თქვენ მე ყველაფერი წამართვით, ჯენგის. ახლა მას მე მომცემ. ჯანი, ჩემი შვილია. ხოდა დამიბრუნებ ჩემ შვილს. შევთანხმდით? ომერ. შევთანხმდით? შევთანხმდით. შევთანხმდით. რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ. ის მართალია. რა გონია ახლასაც წავიდა? რა გულუბრყვილო ხარ ალი? გონია ჯანთან წავიდა? იცი მას რა სჭირდება? ეიშანი სჭირდება. ეიშანი.